სომატოტუროვანი ხო ზრდის ჰორმონია და სტრესის ჰორმონი კორტიზოლი მოქმედებს პირიქით. შლის კუნთს და ზრდის ცხიმს და გამოიყოფა რა დროს. შიმშილი არის პირველი, ასევე უძილობა, ზედმეტი გადაღლა, სტრესი და ასე შემდეგ არის პირველი, რაც სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამოყოფას ზრდის. ხო და ეს სტრესის ჰორმონი კიდე ადგება შენს კუნთებს დაშლის და ეწყებს ნებისმიერი მიღებული საკვებიდან ცხიმის შექმნას და არა კუნთის ან ენერგიის და დეპრესიისკენ ხდება მიდრეკილი, ხარ უფრო გაღიზიანებული. ეს რო არ გამოიყოს, შვებით რას? სწამ დავასრულო ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს. ან ვარჯიშის მერე თუნდაც მიიღეთ ბეცი. პირველი ეს არის, იმიტომ რომ მაგ დროს სტრესს იღებს ორგანიზმი და თავიდანაც არიდებლად ბეცი არის აუცილებელი. მეორე არის ჰიდრატაცია. თუ წყალს არ მიიღოთ სწორი რაოდენობით, ესეც სტრესია ორგანიზმისთვის. ომეგა-3 ცხიმები, თევზის კონჩში რომელიც არის, უბრალოდ ომეგა-3 წაიკითხეთ, იმიტომ რომ თევზის კონჩში ბევრი სახის ომეგა შედის. ომეგა-3-ია მნიშვნელოვანი. ასევე C ვიტამინია მნიშვნელოვანი და ვარჯიშის მერე მიიღეთ ცივა, ან პროტეინი, ეგრევე რომ მიიღოთ, იმიტომ რომ ორგანიზმმა ეს ენერგიისგან დაცლილი როცა არის, მიიღოს საკვები, მაშინვე და არ დაიწყოს კორტიზოლის გამოყოფა.